მოგესალმებით, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა 100, მე ვისი წამყვანი პოეტი გაბერ გომართელი. მოგესალმებით განახლებული სტუდიიდან, ასე ვთქვათ, განახლებული ხედით და მინდა ძალიან საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ დღეს. დღეს ჩემთან სტუმრად არის პოეტი, არაჩვეულებრივი ქართველი, არაჩვეულებრივი ადამიანი, კახა ჭრიკაძე. მოგესალმებით ჩემო ძმაო. მოგესალმებით. იყო შემიძლია ჩემს გადაცემაში პირველ რიგში მადლობას გადაგიხდი იმისთვის რომ მეწვიე და გამიფერადე გადაცემა და პოეზიაზე ვისაუბრეთ დღეს ეს დიალოგის რეჟიმში აქ არა მოხდა რაღაცა დაწესებული ჩარჩოები, პოეზიას არც უყვარს ჩარჩოები. სწორი ესე ცოტა ეს სტანდარტული კითხვი დავიწყო და მე როგორც გაიშლება თემა ისე გავშალოთ ჩემო მეგობარო. ძალიან. უმეტესწილად ეხლა ჩემი ვინც კი ყოლია რესპონდენტი პოეტები, ყველა რაღაცა ბავშვობიდან ჩართულია მაშინ წვაში ასე ვთქვათ რა. შენ ზოგიერთი როგორც იობა ბოლოს დაიწყო რა სიბერეში ასე ვთქვათ. შენთან როგორ მოხდა ეგ ამბავი? როდის დაკრა ასე ვთქვათ? აი ის ქარმა. აი გითხო, იმიტომ რომ აი სულ მაინტერესებს ხოლმე რა, ვისთან როდის წამოვიდა ეს მომენტი, მეც შენსავით მაინტერესებს ხოლმე. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო მოწვევისთვის შენს გადაცემაში, ამ ჩვენი საავტორო გადაცემაში, რომელსაც სულ ვცდილობ რომ არც ერთი არ გამომეპაროს და ვადებ თვალით, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ გაგა. იმ ადამიანებისთვის, ვის საინტერესებს ხელოვნება, შემოქმედება, რომ რაღაცნაირ სულიერ საზრდოს გვაძლევ, აი ამ შენი საავტორო გადაცემით და მადლობა ამისთვისაც, გარდა მოწვევისა და კეთილი იყოს დღეს ჩემი ფეხი შენს გადაცემაში. მივესალმები თითოეულ მაყურებელს შენსას, ერთგულებს უფრო მივესალმებ. ხო, რაც შეეხება წერის პროცესის დაწყებას, როგორ არის, იცი რომ ალბათ ისე როგორც უმრავლეს შემთხვევაში ბავშვობიდან მქონდა ესეთი სულ აქტიური მცდელობა, ასე ვთქვათ, წერდი თუ აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე ჩემ მშობლებს. ამას ვამბობ იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის გამოდგეს რაღაცა პატარა მაგალითი ჩემი მშობლის მაგალითი რა, თუ ძალიან ხმამაღლა არ გამოვა რომ ჩემი მშობელი ვინმეს მაგალითად. ანუ ნახე რა თემა არის, როდესაც ბავშვობის ასაკში რაღაცას დაწერს და ის გონია რომ რაღაც ძალიან მაგარი დაწერა იმ ასაკისთვის, ხო, რაღაცა ახარებს ეს მომენტი და თავიდანვე თუ ამაზე სტიმულს არ მიცემ, ჩაკლავ მასში ამას რა. და მარტო თავისი კი არა, შეიძლება რომ ეს ხისიც აღარ უყვარდეს. მე მივხვდი და აი ჩემები ზოგადად აი ზუსტად ამისი სტიმული რომ მომცეს, გარდა იმისა რომ ой რა კარგია, რა კარგი დაგიწერია, ხო ჩახდა, მოდი პატარა შესწორება და რაღაცა სწორად მიდგომა. გარდა ამისა გარდა ამ სტიმულისა, ხო, არ შემიძლია ეს მადლობა მხოლოდ ჩემ მშობლებზე შევაჩერო და არ ვახსენო ის, რომ სკოლის ასაკის ადრეული პერიოდიდან მერე შევედი სასახლეში შენ კარგად იცი, იყო ესეთი ნორჩ შემოქმედთა სტუდია, სადაც ჩემი პედაგოგი იყო ცხონებული ფაცია, ლიგია ბაიჭაძე, უდიდესი ადამიანი, მისი დაარსებულიც არის თავის დროზე ეს სტუდია და ძალიან ბევრი თაობა ყავს აღზრდილი, ძალიან კარგი ადამიანების, არა მხოლოდ ავტორების, კარგი მკითხველებისა და პიროვნებების, ასე ძალიან ბევრი ვიცით რეკომენდეიშენ ესეთი, ხო, არ შემიძლია რომ ფაციას არ უთხრა მადლობა თითოეულ პედაგოგს, იქ იყო გოგუაძე, იყო სალუკვაძე, ანო გასრაძე, ანუ ლალი ჯაფარაშვილი, კი აი ადამიანები, რომლებმაც თელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე, შემოქმედება, თავისი წვით შესწირეს თაობების აღზრდას და ბოლომდე გრმას იბერემდა ყველა რომ აი ბოლომდე იწყოდა ამისთვის დაუღალავა და არ შეიძლება რომ ეს არ აღინიშნოს. ესე რომ აი ეს ბევრი ფაქტორი მოქმედებდა იქამდე რომ მე მეწერა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად მოგეხსენება როგორც ყველას ალბათ მქონდა პაუზები, მქონდა ყველას. ძალიან საინტერესო ამბავი არის და კარგი არის რომ ის რომ ბავშვობიდანვე ასე ვთქვათ ჩაავლეს შენს ნიჩს
მშობლებმა, ოჯახმა, ანუ დაინახეს შენი ნიკი და მე გამიტარება საშუალებაც მოგეცა, იმიტომ რომ უნდა გაგანვითარდე, ხო, როცა თუ შეწყვიტე წერა მე ვეღარაფერს ვეღარ ანუ რაღაცა ყველას რაღაცის ნიჭი აქვს თავარია განვავითარო. რა თქმა უნდა და ზუსტად მაგას ვამბობ რომ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგებს. შენ სწორად აღნიშნე რომ პედაგოგების როგორ წარმართავენ ამ პროცესს შენში არსებულ ამ რაღაცა წვის რაღაცა განვითარების პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა მადლობა ყველა მათ ვინც ჩამოთვალეთ, ვინც კიდევ არ ჩამოთვალეთ, მაგრამ ვიცით. კი ბატონო. ძალიან საინტერესო არ გემოვიდე მე თუ კითხავ დღესაც არ იქნებოდა ურიგო რომ ამ დაგვარი ადამიანები არსებობდნენ და უნდა იყვნენ მრავლად, იმიტომ რომ ეს სფერო ჩვენი სფერო პოეზია კონკრეტულად ძალიან რაღაცა ჩრდილშია და უსაკლენია ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ არ ფასდება პირდაპირ მითხრა ამას დაუფარავად პოეტის შრომა, ასე თქვა და არ ფასდება. შენ რას ვიტყვი, როგორ უშუალოდ ამაში ხედავ, მეც დავსვა. ხო, მე მაგალითად მიზეზს ხედავ იმაში, რომ არ არის განვითარი ის ადამიანები არ არიან ნაკლებობა ისეთი ადამიანები, რომელთაც უნდა განავითაროს საზოგადოებაში მოთხოვნა. ანუ მე რას ვთქვი, მოთხოვნა არ არის იმდენად ლექსი. ზოგადად ლიტერატურაზე ხარ წიგს არ ვიცი, შეიძლება მე რას ვუყურებ, ნაკლებად კითხულობ, უფრო შეიძლება უსმენდნენ რაღაც კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეხლა წიგს თავისი დატვირთვა აქვს, ელექტრონ ვერსიას, აუდიო ვერსიას თავისი და ელექტრონ ვერსიასაც თავისი დატვირთვა. მაგრამ აი თუნდაც ციგნის მიმართ ტენდენცია, ეგეც მესმის აუცილებელია, მოწაიგეთ. ვიდრე ვთქვათ, ქართულ შემოქმედებაზე უფრო მეტად აქცენტი არის ხოლმე ნობილიანტებზე, ცნობილი უცხოელ ავტორებზე და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა, ელემენტარული ინტელექტზეც რო არ ვისაუბროთ, უნდა ცნობდე მათ შემოქმედებას, მაგრამ ამასთანავე შენიც უნდა იკითხო რა. ხა მე ჩემცოდვასაც ვიტყვი, არის ზოგი ისეთი შემთხვევა მქონია, რომ ავტორს უჩუქებია თავისი წიგნი და 1-2 რაღაც რო გადამიხედია, ალბათ მქონია ესეთი მე აღარ წამი მე უკითხავს აბა რა აზრის ხარ და აი მე მეთქი რა უნდა უთხრა ეხლა რომ არ ვაწყენინო. აი მაგ როგორი მომენტი ჩემ შემთხვევაში როგორ არის ციო ხარ. არის რა ხა ვერ დავმალავთ მაგას რა ან მოგწონს ან არ მოგწონს ხო? ხო სამოგწონს ეგა ძალიან წაი თუმცა არ შეიძლება ამაზე რომ არ ვისაუბროთ, ყავს ძალიან მაგარი თანამედროვე ავტორები, ძალიან ძლიერი და არავის ნაკლებები და ისეთი დონის თანამედროვე ავტორები ყავს, რომ აი ალბათ ქართული მწერლობის მე-20 საუკუნე რაღაცა გვირგვინია ჩვენთვის ხო დღევანდელ თემებში, როცა ქართულ მწერლობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არავის ნაკლებები ეხლა რა თქმა უნდა მე იმას მადლობა ღმერთს რომ ესია, რომ აი რომ მკითხო ვინ არის შენთვის გამორჩეული, ხო? ვერ გავჩერდები 2 და 3 გვარზე და სახელზე. აი ეს არის ძალიან მაგარი. მე-20 საუკუნეში იგივე იყო, ხო? გალა რომ ეჭდეს ეხა აქ რომ გვეჭდეს, ხო? მაშინაც კი ვერ გავჩერდებოდი 2 და 3 სახელზე და ისეთები ყავდა, ხო? ბიბერაზე ძალიან არ დამთავრებულა ეს ეპოქა ხვდები, უბრალოდ დასრულდა ის რაზეც სრულდება ის რაზეც შენი საუბრე ეხა რომ მაშინ კითხველი იყო ბევრად უფრო აქტიური და დღეს აი ეს ბიჭები და გოგოები ძალიან მაგარი, ძალიან ძლიერი ავტორები ბევრმა არ იცის იმ მასის პროცენტულობა რაოდენობამ არ იცის, როგორც თქვა მე-20 საუკუნეში ცხოვრობდნენ, აფასებდნენ, ქუჩაში აჭერებდნენ, ესაუბრებოდნენ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, არაჩვეულებრივი ნიჭით და ესენიც ანალოგიურად. სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი განსხვავება იმისი, რომ თუნდაც წეღანასაც შევეხეთ, რომ ზოგი რაღაცა მოგწონს ან არ მოგწონს და მოგეხსენება, რომ სისუსტე და სიძლიერე ეს თავისი არსით არ არის მარადიული თემები, ხო, დროებით, ხო, ნებისმიერი სისუსტე შეიძლება გაძლიერდეს, ნებისმიერი სიძლიერე, რომელიც იმ შემდგომში უკვე აღიქმას როგორც სისუსტე. აი ეს ყველაფერი და თუნდაც ის შენ შემოქმედება, ჩემი თითოეულის საბოლოოდ
კითხველის გარეშე იქნება ხმამ ღაღადებული საუდამოსა შინა და თუ მკითხველი არ არის აქტიური, თუ მკითხველი ადვილად პატიობს რაღაცებს, ავტორი შეიძლება გაზარმაცდეს. აი მე-20 საუკუნეში, როდესაც მკითხველი ითხოვდა ძლიერ ნამუშევარს, ხო, ის აღარაძლებდა თავის თავს უფლებას, აი კადრები ამისთვის ლაფსუსი ნაწარმოებში. სუმოჭიმული იყო. უნდა შეგეთავაზებინა ის, როგორ დონესაც და თამაშასაც ითხოვდა მკითხველი. ეს აუცილებელია. ბატონო, მაგისტრის საჭიროა რომ გათვითცნობიერებული იყოს მკითხველი და კომპეტენტური იყოს, ხო, იმიტომ რომ მართალია, რაც თქვი, აბსოლუტურად გეთანხმები, რაღაცა კრიტერიუმები მე ამას ვამბობ სულ, მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად კრიტიკა, იმიტომ რომ არც მაქვს ამის კომპეტენცია რომ კრიტიკოსი ვიყო, მაგრამ ოცი ვამბობ რომ ყველასთვის, ჩემთვისაც, ყველასთვის უნდა არსებობდეს რაღაცა კრიტერიუმი, ვიღაცა უნდა აფასებდეს ამას, ვინც არის დაუშვათ კომპეტენტური, რომ მან და ავტორის სილებელია უნდა იყოს აუცილებლად, მიუკერძოებელი აუცილებლად და აუცილებელია რა თქმა უნდა, ვიღაცა უნდა აფასებდეს ამას, იმიტომ რომ კარგია ეხლა ტრენდული და მოდაში არის პოეტობა, ბევრი ვერცერთი ცნობიერებს რასთან არის დაკავშირებული, როგორც ცხოვრებისეულ ძალიან რაღაცა მთლიანობ მომენტებთან არის დაკავშირებული, ვერაფრით ცნობიერებენ და ესე გონიათ რომ კაი ამბავია, ასე ვთქვათ რა ეგა რა. ხო და მე ყოველდღიურია ან სტუდია რა, ყოველდღიურ ამბობ რომ ხვედრია მეთქი პოეზია რა ადამიანისთვის და ამ ხვედრთან ერთად ცხოვრება არის ძალიან ძნელი, მე რაც ვუყურებ გინებავთ ხა თანამედროვე პოეტების ნებავთ ბეოციაული პოეტები უმრავლეს შემთხვევაში ძალიან რთული ბედის და სტრუქტურის ცხოვრება ქონდათ რა ადამიანებს ამას მოგისმენთ ზუსტად ამიტომ არ არის პოეტობა სტატუსი არ არის კრედო მთელი ცხოვრების ხვედრი ძალიან ხო და ასევე არის ის მომენტი მე რამდენიმე მაქვს ნათქვამი და თავიდან ცოტა გაუკვირდათ რომ მე დიდად ლექსები კი არ მეყვარს პოეზია მეყვარს მე ვთქვი ეს ცოტა სხვა ასპექტია შენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ძალიან მომეწონა ესე კარგად აღნიშნე და ზუსტად დაემთხვა იმას რასაც გულისხმობ ამ ნათქვამში რომ პოეზია არ არის აუცილებელი იყოს ლექსი როცა მეკითხებიან ვინ არის ჩემს საყვარელი პასუხობ ამადეო მოდელია ეს არის პოეზია სხვა რაღაცა სრულიად ნებისმიერი რაღაცა შეიძლება იყოს პოეზია არ არის აუცილებელი ლექსი იყოს რითმიან ანუ თქო და ასე შემდეგ ეს ხო ის არის რაღაცა და თუ ლექსი ეხება ცოტა სხვა შინაგანი მდგომარეობა აბსოლუტურად როგორც არ ვიცი ვიტყვა მაგრამ ეს რაღაცა თქვა რომ ფერწერაო ეს არის პოეზია რომელსაც ხედავენ და პოეზია ეს არის ფერწერა რომელიც ესმის იგივე შეიძლება მუსიკაზე თქვა ხო აბსოლუტურად იგივე ამბავია ხო და რა იცი ბეც ესე თვლი რა ბირახოს ხა ჩემი პროსი მეგობარი და მამობილი ამბობდა ხოლმე თემი ჯალაბაშვილი ეგეთ რამის რომ უდიდესი ადამიანი და ძალიან აი რა ვიცი ხო და ის ამბობდა ხოლმე რომ აიო შვილო შეხედავდა ლექციო ინძულია მომცივით მაგრამ არის პოეზია სული არა უსულოვანი რა და ეგრე აი ზუსტად მაშინ მივხვდი პროცესად მანამდეც ესე ფიქრობდი მაგრამ რაღაც ფორმულირებას ვერ ვაკეთებია ვერ მოუძებნე და მან რომ ეს მითხრა მე უკვე მივხვდი რაზე ასეც იყო ლაპარაკი და მიიწევდი უნდა ხოლმე ლექსის წაკითხო ჩემი ინაცოლე ანუ როგორი თემა იცი სტრუქტურა ლექსის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ლექსის შეფასების დროს მაგრამ არსებობს ის რაც ეხა იგულისხმე ხო არსებობს სტრუქტურულად კარგი ნაშენები ლექსი მაგრამ მიუხედავად შეფასების უამრავი კრიტერიუმისა ჩემთვის პირადად ლექსის უმთავრესი ღირსება მაინც ერთია მე ხვდი აი ამ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა უმთავრესი ღირსება არის მიწვდეს თუნდაც ცოტათი ვინმეს გულს და შეეხოს აი ეს თუ ვერ მოახერხა სტრუქტურულად როგორიც არ უნდა იყოს ლექსი მკვდარია თუ შენ გულს ვერ მოწვა თუ რაღაც ამიტომ პირველ რიგში ცოცხალი უნდა იყოს რა ლექსი რაც შეეხება დავაანონსებ იმას რომ ეხა
ვიწყებ მუშაობას ძალიან დიდი პაუზის მერე, შენ საქართველოში არ ვიყავი, მე რაღაც პირადი თემები, მე მედიცინა აქეთ-იქ და ეხლა ვაპირებ ყოფითი პრობლემა. ყოფითი და აი დაუბრუნდი პირველი მახსოვს ვისაც დაურეკე იყო ჩვენი ძმა ოტო ფალიანი, მას შემოვევლე. უალალესი, უნიჭიერესი და უდიდესი ადამიანი და მოკლედ შემომიჯდა ოტო, შემომიჯდა ნანა, ჩვენი ცინცაძე, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და მოკლედ როდის ეხა დროა და გააკეთე და დაბეჭდე და მოკლედ დავიწყე ახალ წიგნზე მუშაობა, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს. ეს ორი ადამიანი, ოტო ფალიანი და ნანა ცინცაძე იქნებიან რედაქტორები ამ წიგნის. მადლობა მინდა ამისთვის მათ გადაუხადო. ჩემგანაც მადლობა. და ოტო ვახსენე და საქართველოში ჩემი არყოფნის პერიოდში ოტოს წერილზე მოგეხსენებოდი საათობრივი სარტყელი არის განსხვავებული, ცალკე საქმეები, მთელი ამბები რაღაცა და ეს ლექსი იყო, რომელიც ოტოს უპასუხე იქიდან და აი ამითი დავიწყებ ზუსტად და მოვეფერებ ჩემ ძმას აქედან რა. ება შენია. ოტოს მივესალმე. წერილი ძმას ოტო ფალიანს. ძმა ვიცი გვიან გწერ. რა გითხრა როგორ ვარ? ამ უცხო მიწაზე ერთი დღეც გავიდა. ჩემზე ნუ განიცდი. იცოდეთ რომ მოვა არ გავალთ ეპოქის უკანა კარიდან. სხვა მხრივ კი ფუჭია მოცდა და ოცნება. არც მე ველოდები სასახლის გალავნებს. ხვალ ალბათ წარსულზეც აღარ წარმომწდება და მონატრებასაც დრო გაიქალამებს. ძნელია სიზმარში ციბნელას ხედავდე, საცა სიდინჯე ხელიდან წამები. რაშორი ყოფილა თეთრიდან თეთრამდე დღეს თუ სანახშირე ხმელი ვერწამი ვარ, შავდება ინი და ჭრელდება იანი. ნიღბის მარკიზებით სოდვება ჩამდიან, ვლიდნიც ვიწვნია და ვიცანიც ბიერიც და მაინც ვერაფრით ვივიწყებ დარდიანს. არ მინდა პათოსი ძმათორემ ხომიც, ლექსისთვის ცოტა ერთი დედამიწ. ვის უნდა აუხსნა აქმერას განვეცდი, ვის უნდა დავერტყო ფეხი თუ დამეცდა და მაინც არც ერთი არ ვიცით ხასიათს. მე მოხეტიალე, შენ მუხატიალე. დღეს ჩემთვის ბავშვობას მაგზმობის ფასი აქვს. ეხლა კი ადიოს ფრატელო, დიამო. ენერცოდი შე. ენერცოდი. აი ბოლო არა, ძალიან სასაული გადასარევი ლექსია და არაჩვეულებრივი მიზნობა და იმსახურებს შემდგომ. კი ძალიან. ეს ბოლოს ადიოს ერთი გამოვიდეს. მიყვარს ერთ-ერთი ლექსი ეგრეცვია ერთ-ერთი ლექსი ადიოს. კიდე უნდა თქო, რა დავიწყო. ხო, აუცილებლია. იმიტომ რომ აკეთე სანამ წაიქცა. მინდა ეს ორი სიტყვი. ეს გადაცემა ემსახურება სწორედ იმ ამბავს, რომ შენ გიცნობს ძალიან ბევრი, მაგრამ მინდა რომ იმანაც განიცნოს, ვინც არ გიცნობდა აქამდე და ჩვენი მაყურებლები არიან და მინდა რომ მაქსიმალურად ვეცადო მე ჩემი ხელთაღაზრდილი ასე ვთქვათ ბერკეტებით და საშუალებებით მინდა რომ გავაცნო ხალხს ის ადამიანები რომლებსაც უნდა იცნობდნენ. დიდ საქმეს აკეთებ. ძალიან დიდ საქმეს. იცოდეს თავის პოეტები. აუცილებლად. უნდა იცოდეს არა იმიტომ რომ ავტორები უფრო ცნობადები იყვნენ, არამედ თავისი ცნობადობით ვინმეს გულში ეხო რაღაცა კეთი უხმედება და ის ეგეთი ამბავია რა, ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ, თუ ჩვენი ლექსები უნდა დარჩეს სამომავლოდ, ის დარჩება. თუ არ უნდა დარჩეს, არ დარჩება და დამთავრდა ეგ არის. პოეტის პრემიაზე, პოლიტიკის ჯილდოც ყველაფერი. ეგ ამბავია მარტივად, ზოგზუნია რაღაცა. ეგ არის, მოკლედ აი ამას ემსახურება და ძალიან მიხარია შენისთან ასე ვთქვათ კაშლის პოეტი შეგვეცა და ძალიან გულიანი კაცი. დავიფიქრე ჩემი ძმები. ჩემს გულიანობაზე და სიყვარულზე. რაზეც გინდა? შენი უჩემობა ვერასდროს გახდება ჩემი. წარსულის კადრები შორშოროცნებებად გდევენ. თავიდან იწყება, როცა ყველა ლოცვას რჩები, თეთრი ღამეები, დაბინდულ დღეების თელა. შენში უჩემობას ჩემი დაჩემება შეცვლის.
რადგან მკითხულობდა დიდი მაგია აქვს ლექსებს კითხულობ რადგანაც მართვა სულიერი ცეცხლის მხოლოდ ამ მაგიის მაგისტრი მაესტრო შეძლებს უჩემო მომავალს სარკისტრად გიღებავს დარდი მაგრამ სიცრუე რასაც მაგ სარკეში ხედავ რადგან უშენობას ჩემში არ შობილად უკლავდი და ისევ მოვალ რომ არ დაგრჩეს არც ერთი ნეტავ მოვალ დავიჯერებ გლოვა დამუნჯებულ დრომშვა უცხო ტავერნებში ისე მეცოტავე ჩემში აქამ პრიმატებისათას პრიმიტივის როშვა მტეხავს უშენობდა შენი უჩემობა შემში შენ გენაცოდი აი საგიჟეთია პოეზია მეგობრა აი მომაწვადა შეშინების სამყაროა კარგი გაგები რა თქმა უნდა კარგი გაგები გენაცოდი ჩემო ხა ძალიან ცეთ გულში ჩამწდომი ამბავია და ცილიმისეული პოეზია გაჩემ იმიტომ რომ აი ხა რაღაც გისმენდი მე წავედი და მეც აი მაშინ აქ მეც დიალკანების ამბავში წავედი შენი ციხე შენი შეფასება ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენი პოეზია ძალიან კარგად ვიცი არა მარტო მე ალბათ და როგორ ვაფასებ და შენ ხარ ერთ-ერთი ვისაც მართლა ეთქვენს ვისაც მართლა დაეჯერება მოესმინება და წერ ანგელოს და ამოხარგული ისპერხილოებს და ერთი ადამიანები ვეჭე მოელასო რაზე ვიდა რომ გაგესაუბრე შეიძლება რომ კრებული მზადდება შენ აი დამზე ხარ ხა და დაკაბადონებულია შესწავლებულია ჯერ ვარ ეს შენი პირველი კრებულია მეორე ხო არა ბევრი წელი გავიდა იქიდან მე დიდი პაუზა მქონდა აი როგორც ხედავ შიგადაში წელი რაღაცებზე აქტიურად ნაკლებად და ხო ეხა დაგროვდა რა ისეთი ზოგი ლექსი რომელიც მინდა რომ გამოიცეს იწვდეს ეს ძირითადად საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ზოგი აქვს ზოგი იქეთ მეტწილი ალბათ რატო გიხსნით საერთოდ მიმოხსი ნოსტალგია აუცილებლად არის ხოლმე ინსპირაცია რა ერთ-ერთი რომ ნოსტალგია ის განცდა იადა ჩემ თავზე მაგამსლი რომელიც ძალიან მაგრად გიჭერს და დიდი ტკივილია და ილტროლექსი იწერება ის რაღაცა სხვა განცდა და ამიტომ თქვია ლექცია ნოსტალგიამ წამოიღო ბევრი ზოგი ესეთი უფრო საქართველოს თემატიკა რაღაცა ესეთი ძირითადად ხო ანუ სადაც უფრო გაწვება რა მომენტიც და ზოგადად როგორ არის იცი მე აქაც რო ჩამოდიხარ ხო იმხელა მოზღვავება არის გზნობების ენერგიის მონატრების ზოგჯერ იმასაც ფიქრობ რომ ძალიან ბევრს აღარ ეხსომები და მე ის ადამიანი ხვდება მე და შენ რო შევხვდით ერთმანეთს ესე თბილად გემრიელად რაღაცა ხო ქსიამოვნებს ძალიან მაგრამ ეგეც ხო განცდა ხო ეს სიყვარული ასად არ წასულა არ გამქრალა ხო და ეს ყველაფერი მე კიდე ცალკე ინსპირაციას მადებს და ემოცია აუცილებლად განცდების ის არის რა პოეზია ხო განცდების ერთობლიობა მე ვკითხავ ადამიანის განცდების ერთობლიობა არის და რაღაცები ცოტა უყურებენ ამას ცოტა სხვა კულტურა რა არ არის კერედა რაღაცები როგორ არა ჩემთვის ეგრე ასწავლე როგორც ბიოლოგიური სხეული ცოცხალი ორგანიზმი ვართ ხეშად რო ვთქვა ენერგიების გროვა აი როგორც ექიმი ესე ვიყო რა იმიტომ რომ რისგან შევდგებით უჯრედების უჯრედებისგან შედგება ხო პროტონები, ელექტრონები, ნეიტრონები რა არის ეს? ენერგია. ეს ხო არ არის ფიზიკური ორგანიზმი, ენერგია. აი ამ ენერგიების ისეთი გროვა ვართ, რომელიც ქმნის რო დააკვირდე მიკროსკოპულად თელ გალაქტიკას. შეიძლება ცოტა დიდს, უფრო ვიდრე გალაქტიკას და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ერთ პერსონას, ერთ პიროვნებას და ნუ საოცარია. არა ხო. ფულის აი ამიტომ არის მე რომ ის შენი ენერგეტიკა ზოგჯერ ანგრევს შენ ორგანიზმს და ზოგჯერ სხვის ორგანიზმსაც. შენი ენერგეტიკა არის ყველაფერი. ენერგიის ორგანიზმსაც ანგრევს და სხვის ნერვებსაც კი. აი პოეზიაში სწორედ ეს არის, რომ დეების გარკვეული ენერგეტიკა, რომელიც გადაეცემა ადამიანს და ძალიან მაგარი ეხმარებიან, აბრაზებან, აღვიძებან. აი რა უნდა ვიტყვი ხა ეს თემა მოიტანა და არის ძნელი სიტყვაზე საჯაროდ რო ლექსი კითხულობ, არის ძნია ეგ ენერგეტიკა სხვებისგან მოწამული, რომ ზუსტად აი
ყველასად მე მაგალითად ყველასად დავგრძნობ ხოლმე როგორ შემოდიან იმ განცდაში და ყველა თავის ზუსტად და მე უფრო განცდიანებს ხო თავის განცდაში როგორ აკეთებს შენი ნათქვამის პერიფრაზირებას თავის სულზე მოსარგება ძალიან მაგალითად ეს ბევრი ერთად ძალიან კარგად აღნიშნეთ ისე მგონია ხოლმე რომ ხანდახან ეს პუბლიკა ვეღარ ხედავ მაგრამ გზნობდი არა გზნობდი მაგრამ და შენც მე მგონია ეგრე ხარ აი მაგალითად ეს კაი რაღაცა ამას ვერ ახსნი მე რა ექიმი ხარ უფრო ახსნი ალბათ ვერ ახსნი რა შეგძნება და ვერ შევადარებ ვერ ახსნი რა იმდენად მწხვარი საღანდახან მეშინია კიდევ ო მაგრამ ეს იმხელა მუხტი და ენერგია არის რომ მე ერთკე რო იგზენი ლონკაიჩის ო მე არის ხოლმე რომ ძალიან ეხა ისაუბრეთ იმაზე რომ პერიოდები იყო ამ დამწერია რაღაც მე ყველას ხონია ეგეთი პერიოდი და დროთა განმავლობაში მივხვდი რომ უზას ციხე არ უნდა დააჭირო მაინც ხო ერთხელ თუ შემოგიჭდა ის არის ერთი დამოკიდებული თუ გახდი მე აღარ მოგეშვება აი ხო არ დამიწერია მაგრამ არასოდეს არ მქონია ის განცდა რომ ვთქვათ ვეღარ დავწერ აღარ დავწერ არა იმიტომ რომ თუ არ დამიწერია იმიტომ რომ შენ დამეთანხმები ესე არ იწერება ლექსი რა რომ აი დავიჯდე ყავა დავალეო და უცე ყავა და საშინაო დავალეო საერთოდ ეს ამას ჭირდება ძალიან ბევრი ფაქტორი რა რომლის ფუნებაც ყოველთვის არ აქვს აი ცხოვრების საიტმოში არ აქვს ზოგჯერ ამის ფუნება და როცა ეს ზოგჯერ ძალიან მოხშირდება ხო ის კი არ მიგზნია რომ აღარ მიბაგუნებ ჯუმანჯივით და შეგრიდა აბო მიშვი ამოვალ გაქცენ პასუხს დამწერე ანუ გზნობ რომ გაწვება მაგრამ ზუსტად რომ მაცადე არ მსალია ის იქიდან არ გეშვება მე მაგალითად თქონია როგორში გამოხეთქვა აი ზუსტად აღწევი ხა შენ ეს ზუსტად ეს პროცესია და ალბათ ყველას შეიძლება აი ორი კაცი დავეფხი თქონია რომ მე ვიღაცა სხვას ვისწრე არაცას ექსელის ფაილში ვაკეთებდი რა მუშაობდი და აი მორჩა რა თავში დაიწურა და ყველგან დაიწურა და მონაგანა ექსელი ვეღარ გავაგრძელდი და სასწრაფო იყო და ძმაკაცი მეც და გვერდზე რა მეტად მუშაობდი და იმან რო შემხედა და ცოტა რო გავშტერდი მითხრა რომ აი და რა დროზე დაწერე ლექსიო რომ მე ისე საქმეს მიუბრუნდები თორე ვაგვიანებ რა და ნუ აი ამაში იმიტომ კი არა მე ვარ ის არის განსაკუთრებული ზნობა და ჩენ მისმინე ეგ ამბავია რა ოღონდ ის ძვაგაცი არ წერს არა ის არ წერს თორე მაგას არ გეტყოდა დროზე ის არ წერს იმას საერთოდ არის ლექსთან ცოტა ისია რა ტექნიკური ის არის პროფესიით არის ინჟინერი და ექსტანცო და ისე. მაგრამ უჭირს ამ არარეალურ სამყაროს სენსორს რა, კეუჯენ სამყაროს და არარეალურ სამყაროს. ჩემთვის ფარდობი ცნება რეალური რა არის. ჩემთვის ყველაზე რეალური ეს არის, აბანე დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. ხო, ნუ ცოტა პროზაულია დანარჩენი, ცოტა შარი. ხო, იმასე. მაგრამ აი შენაირი ადამიანები ატომი ყარს განსაკუთრებით რომ აი მე რასაყვარელი რა საყვარელი და ის რომ შეგიძლია მშრალი პროზაული სიტუაცია უცებ გააცოცხლო უცებ რაღაცა სხვა ელფერი შესძინო და ეს პოეტებს შემოქმედებითი სულის მატარებელ ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ შემოქმედება თავარი შემოქმედი ჩვენები თავის მასზე ერთი რაღაცა ალბათ გვაჩუქა კიდე ის რომ თუნდაც რომ შეგიძლია უსულო საგანს შენ კალმის ქვეშ სული ჭაბერო ან დაინახო იმაში სულიერება გააცოცხლო ხო ისე არის სიტუაციაც მე ხვდები მიდიხარ აცოცხლებ სულს ჭაბერა ვაფერადებ თუნდაც გაშავ თეთრებულს რაღაცას და მომენტალურად დაჩერებ და ადამიანისთვის რომელიც ამ ყველაფერს ყოველდღე ხედავს მაგრამ არასოდეს შეჩერებული დაფიქრებული ამ კონკრეტულ რაღაცაზე ისეთი ასპექტით რომ აი ამაზე არ დავფიქრებულ არ იტყვის და სხვა ფერებში დაინახავს. აი იმიტომ მიყვარს შენაირი ხალხი და ეხლა ცოტა ხნის წინ ვარ გამიგზავნა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ თემაზე ქალბატონ ანანა გორგიშვილს ვიყავით მასში რა ქვია
სომხეთში ვიყავით. ხო და ეს რა ქვია. როჩი. სომხეთში ვიყავით, ეგიდით. კიდევ მეორე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანარა გორგიშვილს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს ამისათვის ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი ღვაწლი ჩადეს და მოდით არ შეიძლება ეს ყველაფერი დავუკარგოთ ამ ადამიანებს და ვიყავით მოკლედ სომხეთში ახალგაზრდა შემოქმედთა საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით მე ოთოფალიანი და ერთი ძალიან ნიჭიერი შესანიშნავი პროზაიკოსი მორის როსტიაშვილი, ძალიან კარგი ბიჭი, ჩვენი მეგობარი. ეს თითქოს ოფიციალური სტუმრობა გადაგვექცა დაუვიწყარ მოგზაურობად. იმიტომ რომ ვიყავით 3-1 ჭკურის ადამიანი. წარმოგიდგენია. ქალბატონი მაყურებს, გავაგიჟეთ, ვიყავით 3-1 ჭკურის ადამიანი და მოკლედ აქ კი იყო ბოჰემური გამეებიც, იყო რაღაცა ძალიან პოეტურობა, იყო მოკლედ ჩვენებური სიტუაცია შევიტანეთ ისეთი რომ თუნდაც ეს რამდენიმე დღიანი გასვლა გადაიქცა დაუვიწყარ მოგზაურობად ისეთად რომელზეც საქმე მოხვდებით ხოლმე ერთად ამებს მოყოლას რომ ვიწყებთ ხო ვერ ძალიან დიდი ხანი გვიგზადებოდა ის ბიჭო ეს ბიჭო ხო როგორც ყველანი გავხსენება და ყველანი რომ ძალიან იმის დამსახურებაა რომ არ მყავდა გამომშრალი ადამიანები გვერდი და ყავდა ჩემი ჯგურის ხალხი აი ეს არის რა ეგეთი ისტორიები როგორც წესი რაღაცა სიზმარივით არის ხოლმე რა და ყველა დეტალი რო გახსენდება მათმონდე ხომ ეს ფეიური მაგ ისტორიები და რაც მეტი იქნება უკეთესია და კაიან კარგი და გადასარევი ამბავია მადლობა ჩემგანაც ამ ყველაფრის მოთავე ვინც იყო იმიტომ რომ საჭირო არის იმის გარდა რომ აქ ასე ვთქვათ მოიხარჯოთ ჩვენ იმაში რა თქვა ხვედრში საჭირო არის რომ გავიდეთ კიდევაც ქვეყნის გარეთ იმიტომ რომ სხვა ქვეყანასაც ყავს თავის შეტივე პოეტები როგორიც ჩვენ ყავს და როგორიც ჩვენ ვარ დაუშვათ ეს კომუნიკაცია მე მგონია რომ ძალიან მაგარია იმიტომ რომ ეხლა იქ შეიძლება რაღაცა ენობრივი ბარიერი იყოს დაუშვათ მაგრამ ჩვენ ხომაზე არ ვსაუბრობთ იქ განცდების გაცვლა მიდის ხო იმიტომ რომ შეიძლება ხმაც არ ამოიღო ისე გადასცე რაღაცა ემოცია იმ შენთვის უცხო ადამიანს რომელიც შეიძლება შენი ენა არ იცოდეს და პირიქით შენ არ იბაძნე. მე ამას მოყვება პირადი ურთიერთობები, ესეც ქვეყნისთვის საჭირო დიპლომატია ხო კულტურის დონეზე. ამას მოყვება მე თარგმანები ორივე მხრიდან, რაღაცა მოყვება ეს აუცილებელი რამ. მე თუ ვკითხავ არანაკლები წყალებში ხარ. არ მიყვარს და არ მიხები ხოლმე პოლიტიკასა, მაგრამ გარკვეულწილად არის პოლიტიკა ანუ ეთნოსებს ხალხს შორის რაღაცა ურთიერთობის ხიდის აგება რაღაცას დიდ თავის აგურს დებს საერთო საქმე თანამეგობრობა აივა და ძალიან დიდი საქმეა და თუ ჩვენ რა ვიცი მოგვეციმა იმის საშუალება რომ ესე ავიდეთ და სტუმრები მივიღოთ და ასე შემდეგ ძალიან კარგი იყო და ამას იმიტომ ვფიქრობ კავშირის სამგეობის წევრი ვარ და თავს მალებას ვაძლევ რომ სურვილი გამოთქვა ასე ვთქვათ რომ ესეთი რაღაცები უნდა გაკეთდეს და არა მარტო მეზობელ ქვეყნებთან თელ სოფლიოს იმიტომ საინტერესოა ხო ისედაც საინტერესო მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს იაპონური პოეზიის თვისებები იმიტომ რომ ის რაღაცა სპეციფიკური პოეზია ტანგები აქვს რაღაცა ძალიან საინტერესო რატომაც არა ხო აი ეს რაღაცა შეერწყმა განცდების მე მგონი რომ აი ამბავია და ამას თუ მიექცევა ყურადღება ძალიან ბევრ ახალს ბადებს მე რა თქმა უნდა ეს გამდიდრება როგორც საკუთარი ასევე სხვისი კულტურის და უნდა დავიკითხო კიდე აუცილებლად დაჟინებით უნდა მოვთხოვო იმიტომ რომ ძალიან მიგძალიან ლექსები და ასთავარი იცი არის ვეთქვი რომ ადამიანს ძალიან კარგი და ძლიერი პოეზია როცა ძლიერი არის აქტივი და
გულის ნაჟური არის და ძალიან შენი ლექსები სწორედ ესე არის და მინდა რომ მადლობა. წერან ახსენეს ნოსტალგიურ თემატიკით სხვაგან დაბადებული ლექსები და მოდი ეს გამახსენდა გელთა ისტორია. აია ისინი უნგლები იყვნენ, ხამედ ალეული, რისხანე თვალებით. და მათი ლეკვებიც იყვნენ უმტკიცესნი სხვა დანარჩენ ლეკვთან. მათგან თითოეული კლდეებზე ილეს და ბრჭყალებს გამალებით ბრძოლის წინ ზეცას და მრავალათასწლოვან მუხას იფიცებდა. შემდეგ ძილ გამწყრალნი ხროვად დარაჯობდნენ კუთვნილ იალაღებს და მათი ყმუილი ჟღერდა ტყის გულიდან მზისფერ უდაბნომდე. დღემდე უფრთხიან რომ გელთა ნაშიერი ხვალაც იამაყებს და მათ არსებობას ბებერ ქარაფებში ახლაც უნდა გრძნობდნენ. მაგრამ სანამ გლები საკუთარ სამკვიდროს იცავდნენ კბილებით, ლეკვებს კაცებდნენ და მერე გასაყიდად სადაღარ გაჰყავდათ თბილი ხორცით მაძღარდეთის და ლოცვილი რძით გამოზრდილები, ცოტანი იყვნენო, თუმცა ბრძოლაში ბადალი არ გავდათ. ბუნების შეეულნი ვაზით და ბზის მადლით ირჩენდნენ ტკივილებს, ტერის ბევრი ყავდათ სამხრეთის მელათუ სტეპების აფტრები, იმდენი ყოფილან ჰოი მგლის მუხლიც კი დაღალას რომ იჩივლებს, სისხლის ეჩქებდა. სომით კი არა და ცქერით რომ დათვრები. გლებმა უთვალავნი ლეშის და გვამების გორებად დათვალეს, ჯერ ერთნი გაწყვიტეს, მერე მათ სხვა მოყვა და მერეც შემდეგი. ბოლოს დაღლილებმა ვეღარ გათვალესო და აღარ წაცალეს. ველა უმოწყალოდ დაგლიჯეს და მაინც რა იყო შედეგი. სანამ აღმოსავლურ ტურებს გაუმკლავდნენ მოხდა უცაბედად, მგელთა ბუნაგებზე ჩრდილოურ დათვებმა დაბერტყეს ტორები. მშიერი ლეკვები წინაპრის სისხლშემშრალ ბრჭყალებს ლოკავენ და იალაღებზე კი მუხას ფეშს აკლებენ ცხვრები და ყორები. შენ გენაცოლე საქართველოს გამომარჯოს ვიტყოდი მე და მე ავიცი. აი მადლობა შენ პირიქით. დღევანდელ დღეს მე ხოს ადამიანმა სულ ბევრჯერ ისეთი ლექსია და ძალიან მაგარი მეტაფორამ გლების სამყოფელის შედარება და ის მიხდება და საქართველოს ავაპარაკი. დიდი მადლობა ამ ლექსისთვის და იმისთვის რომ კარგი ქართველი ხარ და ინჟინერის დიდი მოყვარული ხარ. როდი სანამ გადაცემას დავამთავრებდი ჩემო კარგო ადამიანო გენაცვალი შენ მინდა რომ შენი სამომავლო რაღაცა გეგმების ამბავი ისე ნუ გაახმაურებ იმ დეტალებს რაც არ არის გასახმაურებელი უბრალოდ ისე რომ შემოქმედებაში ეხა სამომავლო დავუშვათ დღევანდელი გადაცემის მერე დაინტერესდება და ძალიან ბევრი იქნება ასეთი შენი პიროვნებით, შენი პოეზიით. მე ვიცოდეს რომ სად არის ეს კაცი, რას აპირებს, როგორ არის. ეს კაცი თბილისშია, აპირებს ბოლომდე აწი თბილისში ყოფნას, წერას, მოღვაწეობას და სამომავლო უახლოესი გეგმა ჯერჯერობით რაც მაქვს ეს არის აი ამ წიგნის დღის სინათლეზე გამოშვება, გამოცემა, გაცოცხლება. აი წიგნის შესახებ რა თქმა უნდა მომავალში კიდევ იქნება დაანონსებული პრეზენტაცია, საღამოც ეს ყველაფერი. მე სიამოვნებით დაგითმობ. ძალიან გამიხარდება და ძალიან გამიხარდება რა თქმა უნდა და ძალიან მინდა რომ ამ ყველაფერზე იყო და ფიგურირებდე შენ. და აი ამის შემდეგ მართალი გითხრა ჯერჯერობით ესეთი უფრო მკაფიო და გამოკვეთილი გეგმები არ მაქვს, იმიტომ რომ მოგეხსენება ცოტა ვერიდები გეგმით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმა გაწერილი გეგმა ესე არასდროს არ აქვს. ჩემი ერთადერთი ალბათ უფრო ესეთი ცხოველი, ცოცხალი გეგმა არის ის, რომ გავახელ თვალებს, მოვიკითხავ ძმაცებს და აი შემდეგ დაიბადება უნდა ენაცვალე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის ჩემო მართლაც საოცარი და ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ, რესპონდენტი ადამიანი ხარ, საინტერესო თემის იღმები. მადლობა მართლა აი რაღაცნაირად გამიხარდა კი არა მესიამონა უსაზღვროდ ჩემთან საუბარი გავაგრძელებ ამ საუბარს და გავაგრძელებ კიდევ კამერის გარეთ. აუცილებლად
და მინდა რომ ეგ რაღაცა თხოვო, ასე ვთქვათ, რომ აი ეგ პირველ თვალს გავახერხა მეგობრები და რაღაცები, მაგ მეგობართა სიაში მეც ანუ ბოლოში აღარ ბოლოში იცი შენ ასობაში პატიჩემულ ტელემაყურებლები ხარ ძალიან არ მიდე გადაცემა პატიჩემულ ტელემაყურებლები ეს იყო გადაცემა არსი მე მისი წამყვანი პოეტი გაგა გუმარტელი და მყავდა არაჩვეულებრივი ქართველი პოეტი ახალჭიანზე არაჩვეულებრივი გულიანი ძარღვიანი ლექსებით და შეგახსენებთ რომ ეს ფრაზაში ქვეყანაში სადაც აუსმენენ პოეტებს უსმენენ მერე ტირანებს ამიტომ უსმენთ პოეტებს მადლობა ახლა მომწონებისთვის მადლობა მოწვევისთვის